იაიო, როგორ ხართ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება She Loves the Gloves YouTube არხზე. მე ვარ დუდი, MMA ჟურნალისტი და დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვისაუბროთ ძალიან საინტერესო ბრძოლაზე. განვიხილოთ ილია თოფურიას და ჩარლზ ოლივეირას UFC 317-ის მთავარი ბრძოლა სუბუქიწონის ვაკანტურ ტიტულზე. თუმცა სანამ უშუალოდ ბრძოლის ტექნიკურ მხარეზე გადავალ, როგორც ყოველთვის ტრადიციულად, ერთი-ორი სიტყვა რო ვთქვათ იმაზე, როგორ ჩაინიშნა ეს ბრძოლა და საერთოდ როგორ მივედით აქამდე. მოგეხსენებათ, UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ ქვემ სუბუქიწონის ტიტული 2024 წელს ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან მოიპოვა. შემდეგ მაქს ჰოლოვეისთან ერთხელ წარმატებით დაიცვა UFC 308-ზე აბუ-დაბიში. ტიტულის მოპოვებიდან 1 წლის თავზე ზუსტად ამ წლის თებერვალში დაანონსა, რომ ტიტულს ვაკანტურს ხდის და ზედაწონაში, ანუ მსუბუქ წონაში ადის. იმ მომენტისთვის მსუბუქი წონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევი იყო, რომელსაც ეს ტიტული 4-ჯერ უკვე წარმატებით დაცული ჰქონდა და რომელიც დღესაც მსოფლიოში ნომერ 1 pound for pound მებრძოლად ითვლება. მიუხედავად ამისა, თოფურიას არასდროს ესე კონკრეტულად არ უთქვამს, რომ მხოლოდ მისი შემდეგი ოპონენტი მაინც და მაინც აუცილებლად ისლამ მახაჩევი იქნებოდა. აპრილის ბოლოს, როდესაც ილიამ განაცხადა, რომ ბრძოლისთვის კემპი დაიწყო, შემდეგი ბრძოლისთვის მომზადება დაიწყო, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ როგორც უკვე ვთქვით, ბრძოლა აუცილებლად იქნება სრულ ტიტულზე და მეორე, რომ მისი ოპონენტი იქნება ან ისლამ მახაჩევი, ან ჩარლზ ოლივეირა. საქმე იმაშია, რომ ისლამ მახაჩევსაც არაერთხელ გამოუთქვამს სურვილი ზედაწონაში ასვლის და მეორე დივიზიონში ტიტულის მოპოვების. უბრალოდ პრობლემა იყო იმაში, რომ იქ ბელალ მუჰამედი იყო ჩემპიონი ქვესაშუალო ზონაში. ბელალი და ისლამი მეგობრობენ და ისლამის გუნდს არ სურდა, რომ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მაგრამ ეს პრობლემა, როგორც ყველამ ვიცით, მაისში UFC 316-ზე, კი არა და UFC 315-ზე მოგვარდა. ბელალ მუჰამედმა თავისი კამარი დაკარგა ჯაკ დელა მადალენასთან და შესაბამისად ისლამ მახაჩევმაც გააკეთა იგივე, რაც ილიამ გააკეთა რამდენიმე თვის წინ, ანუ საკუთარი კამარი ვაკანტური გახადა, დაანონსა ზედაწონაში ასვლა და ეთყობა ორგანიზაციისგან გარკვეული გარანტიებიც მიიღო, რომ ჯაკ დელა მადალენას შემდეგი ბრძოლა, ანუ ტიტულის პირველი დაცვა, ისლამ მახაჩევთან შედგება. ეს ბრძოლა ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ჩანიშნული არ არის, ამაზე საუბარი ძალიან ნაადრევია, ამიტომ ისლამ მახაჩევის ამბავი ცოტა გვერდით გადავდოთ 2 წამით. 2 წამით კი არა და 1-2 თვით და ყურადღება გადავიტანოთ ილია თოფურიას მიმდებარე ოპონენტზე, რომელიც საკმაოდ საინტერესო ადამიანია. რა თქმა უნდა, საუბარი მაქვს ჩარლზ ოლივეირაზე, ბრაზილიელზე, რომელიც UFC-ში უკვე 15 წელია ასპარეზობს და ამ დროის განმავლობაში არაერთი რეკორდი დააგროვა კიდეც. კერძოდ, ოლივეირას აქვს ყველაზე მეტი ფინიში UFC-ის ისტორიაში, ყველაზე მეტი საბმიშენი UFC-ის ისტორიაში და ყველაზე მეტი პერფორმანს ბონუსი UFC-ის ისტორიაში. თუმცა, რა თქმა უნდა, ოლივეირას კარიერის კულმინაცია იყო 2021 წელს მოპოვებული მსუბუქი წონის კამარი. მიღწევა, რომელიც ბევრისთვის მოულოდნელი იყო. რატომ? საქმე იმაშია, რომ ჩარლზ ოლივეირა საჩემპიონო კალიბრის მებრძოლად თითქმის არასდროს განიხილებოდა. სპორტსმენმა UFC-ში ასპარეზობა მსუბუქი წონიდან დაიწყო, იქ მოვიდა როგორც დაუმარცხებელი პროსპექტი, მაგრამ ეგრევე გარკვეულ სირთულეებს შეეჯახა. სადა ქვემ მსუბუქ წონაშიც ჩასვლა და საბოლოო ჯამში არც იქ გახდა რეალური სატიტულო კონტენდერი. რამდენიმე ბრძოლა მოიგო, რამდენიმე ბრძოლა წააგო, მერე წონის ჩაბარება გაუჭირდა და ვერ ჩააბარა კიდაც რამდენიმეჯერ და საბოლოო ჯამში ისევ მსუბუქ წონაში დაბრუნდა. და აქ იწყება ყველაზე საინტერესო. მსუბუქ წონაში დაბრუნება ემთხვევა ჩარლზ ოლივეირას პირველი შვილის დაბადების მომენტს. როგორც ჩანს, ამ მომენტმა ათლეტის ცხოვრება სრულიად შეცვალა, შეიცვალა მისი მენტალობა, შეიცვალა მისი მიდგომა ბრძოლებისადმი, საკუთარი კარიერისადმი, საკუთარი რაც ამბიციები შეეცვალა და უცებ არსაიდან ეს ადამიანი, რომელიც საკმაოდ არასტაბილური პერფორმანსებით გამოირჩევა, იწყებს მოგებებს და საბოლოო ჯამში დააგროვებს 11 ბრძოლიან მოგებათა სერიას.
რაც ძალიან შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ, რომ საუბარი გვაქვს ჩვენ სპორტში ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტულ დივიზიონზე, ხო? თან, ამ სერიის დროს, ამ სერიის განმავლობაში მოიპოვებს UFC-ს მსუბუქი წონის ტიტულს და თან გზად დამარცხებს ისეთ მებრძოლებს და ტოპ კონტენდერებს იმ მომენტისთვის, როგორიც იყო კევინ ლი, ტონი ფერგუსონი, ჯასტინ გეიჩი, დასტინ პორიე და მაიკლ ჩენდლერი, ხო? როგორც ყველამ უკვე ვიცით, ეს სერია 2022 წელს შეწყდა, როდესაც ის ისლამ მახაჩევს მსუბუქი წონის ტიტულზე დაუპირისპირდება, იმის ბრძოლა ჩარლზმა წააგო, ისლამ მახაჩევი გახდა მსუბუქი წონის ჩემპიონი და მას შემდეგ ჩარლზ 3 ბრძოლა აქვს ჩატარებული, აქედან 2 მოიგო და 1 წააგო. ჯერ მოიგო ბრძოლა ბენილ დარიუშთან, პირველივე რაუნდში დაასრულა. ძალიან კარგად გამოიყურებოდა იმ ბრძოლაში. შემდეგ წააგო საკმაოდ ახლო ბრძოლა არმან ცარუკიანთან და ბოლოს UFC 309-ზე ნიუ-იორკში მაიკლ ჩენდლერი რევანში დომინანტურად დაამარცხა და ამით მოიპოვა კონტენდერის სტატუსი. შეიძლება საუბარი იმაზეც, რომ დღეს მსუბუქ წონაში რეალური ნომერ 1 პრეტენდენტი ტიტულზე არის არმან ცარუკიანი, მაგრამ ჩვენი რეალობა ამისგან ცოტა განსხვავდება და ამიტომ ამ თემაზე საუბარი სხვა დღისთვის დავიტოვოთ და დღეს კონცენტრირდეთ ისევ ჩვენ სატიტულო ბრძოლაზე, რომელშიც მონაწილეები აი ესეთი საინტერესო გზებით მივიდნენ, ხო? რეალურად ერთი ილია თოფური არის ყოფილი ჩემპიონი ქვედა წონაში, რომელმაც კამარი დათმო და ზედა წონაში ახალი გამოწვევების ძიებაში ამოვიდა, ეგრე შეიძლება ვთქვათ, რომელსაც ქვედა წონაში იმ დივიზიონის ისტორიაში 2 საუკეთესო თანამედროვე მებრძოლი ყავს დამარცხებული, თან ძალიან შთამბეჭდავად და დომინანტურად და მეორე მხარეს ყავს ჩარლზ ოლივერა, რომელზეც დიდ იმედებს არავინ ამყარებდა თითქოს, რომელმაც მოულოდნელად მოიპოვა ეს ტიტული, ამასობაში ამ თავისი ცვლილებებით ხო და ეს ამ მენტალობის შეცვლით ძალიან ბევრი ფანი შეიძინა და გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მებრძოლი დღეს UFC-ში და ახლა დაკარგული ტიტულის დაბრუნების ბოლო შანსი მიიღო რეალურად. და ეს არის ამ ბრძოლის უკან დამალული ისტორია. მაგრამ ეხლა ისტორია გადავდოთ და ვისაუბროთ სტატისტიკაზე. უცებ მიმოვიხილოთ ძირითადი მაჩვენებელი, ძირითადი სტატისტიკური პარამეტრები. ილია ელ-მატადორ თოფურია, ჩარლზ დუბრონკს ოლივერას წინააღმდეგ. ესე იგი, კარიერის სტატისტიკა. ილია თოფურიას შემთხვევაში გვაქვს 16 გამარჯვება და 0 წაგება, როგორც ყველამ ვიცით, ილია დაუმარცხებელია. ჩარლზ ოლივერას შემთხვევაში სტატისტიკა ცოტა სხვანაირია, 35 მოგება და 10 წაგება. ცალსახა არის დიდი სხვაობა გამოცდილებაში, მაგრამ ამას ასაკიც ამყარებს, ხო? იმიტომ რომ ილია 28 წლის არის ჯერ მხოლოდ და ჩარლზ ოლივერა 35 წლის არის. წონა, როგორც ვიცით, უკვე მსუბუქი წონა 70 კილო, 155 ფუნტი, რომელშიც ჩარლზ ოლივერა უკვე წლები ასპარეზობს და ილიასთვის შედარებით ახალია. მხოლოდ ერთი ბრძოლა აქვს ჩატარებული ილიას ამ დივიზიონში UFC-ში, ჯაი ჰერბერტის წინააღმდეგ, რომელზეც მოგვიანებით ერთ-ორ სიტყვას აუცილებლად ვიტყვი. და გვაქვს სიმაღლე და წნომი. სიმაღლე ილია თოფურიას შემთხვევაში 170 სანტიმეტრი, ჩარლზ ოლივერას შემთხვევაში 178 სანტიმეტრი, წნომი 175 სანტიმეტრი თოფურიასთვის, 188 სანტიმეტრი დუბრონკს ოლივერასთვის. ხო, ვხედავთ ხო, რომ სიმაღლეში და წნომში საკმაოდ დიდი სხვაობა გვაქვს, 8 სანტიმეტრი და 13 სანტიმეტრი. გადავიდეთ გამარჯვების მეთოდებზე. თოფურიას კარიერაში 16 ბრძოლიდან 6 ან ნოკაუტით, ან ტექნიკური ნოკაუტით აქვს მოგებული, ოლივერას ნოკაუტით 10 მოგება აქვს. ილიას მოგებების ნახევარი, ანუ 8 ბრძოლა საბმიშენით აქვს მოპოვებული, ოლივერას კი რეკორდული 21 საბმიშენი აქვს. და აქაც აღსანიშნავია ცხადია, რომ ორივე ჯიუ-ჯიტსუს შავ კამარს ფლობს და მაღალი დონის გრეპლერია. სასაცილო ცოტა კურიოზული უბრალოდ ის არის, რომ ოლივერას უფრო მეტი საბმიშენით მოგება აქვს, ვიდრე ილიას რეალურად კარიერაში ბრძოლა აქვს ჩატარებული, ანუ გამოცდილებაში ისევ და ისევ სხვაობა ძალიან დიდია უშუალოდ ამ თვალსაზრისით, ხო?
ეხლა რაც შეეხება გადაწყვეტილებებს, აქ საინტერესოა, ხო? საინტერესო არის ის, რომ ამით დიდად არც ერთი გამოირჩევა. მხოლოდ 2 მოგება decision-ით აქვს თოფურიას კარიერაში და 4 ოლივეირას. და სხვათა შორის ეს სტატისტიკა რატო არის საინტერესო? ანუ ცოტა ისეთი საინტერესო სურათი იხატება უფრო სწორად. ანუ თოფურიას მოგებების 88% ეგრეთ წოდებული ფინიშით აქვს მოპოვებული, ხო? და ოლივერამ კი მოგებული ბრძოლების 89% ვადამდე ადრე დაასრულა. ანუ გვაქვს შეხება 2 მებრძოლთან, რომელიც არის უაღრესად სახიფათო და რომელსაც სანახაობრივი სტილი აქვს რეალურად და მოკლედ ორივეს ბრძოლების ვადამდე ადრე დასრულებას უყვართ და მსაჯების დასვენებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ. ან უბრალოდ მსაჯების გადაწყვეტილებებს არ ენდობიან და ალბათ სწორსაც შვებიან. გადავიდეთ სტრაიკინგზე. წუთში მეტოქესთვის მიყენებული 4 და 69 დარტყმა თოფურიასთვის, 3 და 4 ოლივეირასთვის. მეტოქისგან წუთში მიღებული 3 და 86 და დარტყმა თოფურიასთვის და 3 და 21 ოლივეირასთვის. ამ სტატისტიკაზე, როდესაც საუბრობ ამ 2 მაჩვენებელზე, ყოველთვის ხაზს ვუსვამო იმას, რომ რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში არის, რომ ამ 2 შორის სხვაობა იყოს დადებითი, აი მაგალითად 4-სა და 69-ს რო გამოვაკლოთ 3 და 86, რომ ეს მაჩვენებელი და ეს კოეფიციენტი იყოს დადებითი. როგორც აქ თოფურიას შემთხვევაში ვხედავთ, თითქმის 1 უდრის, ანუ უფრო მეტ დარტყმას უყენებს თოფურია მეტოქეს, ვიდრე მისგან საპასუხოდ იღებს. ოლივეირას შემთხვევაში კი სხვაობა მაინც დადებითია, მაგრამ გაცილებით უფრო ახლოს არის ეს 2 მაჩვენებელი ერთად, ანუ 3 და 4 და 3.21. მიზერული არის სხვაობა იმ რიცხვებს შორის, თუ რამდენ დარტყმასაც უყენებს ოლივეირა ოპონენტს და რამდენსაც იღებს საპასუხოდ. და ამასაც შევეხები რამდენიმე წამში. დარტყმების სიზუსტე 47% ილიასთვის და 55 ოლივეირასთვის. UFC საშუალო არის 42% და ამით ორივე აღემატება, ხო? მაგრამ 55% საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და ჩარლზ ოლივეირას უნდა დაუფასოთ ეს. ამ ბრძოლაში კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სტატი არის დაცვა. 64% ილიასთვის და 59 ჩარლზისთვის. ილიას დაცვაზე ბევრი საუბარი შეგვიძლია. ვიცით კარგად რომ ილიას კარგი დაცვა აქვს და ეს სტატისტიკაც ამყარებს მაგას, მაგრამ ამას ამყარებს გარკვეულწილად ასევე ილიას შეტევები. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ილიას უყვართ გრძელი კომბინაციებით მუშაობა, რაშიც MMA-ში საკმაოდ ისეთ ანომალიას წარმოადგენს, შეიძლება ვთქვათ, ანომალია შეიძლება არ იყოს, მაგრამ იშვიათი გამონაკლისია დადებითი გაგებით რა, იმიტომ რომ MMA-ში გრძელ კომბინაციას თითქმის არავინ არ იყენებს, მაგრამ ილია იყენებს. რატომ? იმიტომ რომ ერთი მისთვის არის ის გზა, რითაც ეს მეტოქეს გალის კედელთან იჭერს ხოლმე და ეს არის მოგეხსენებათ ის ადგილი და ის რაღაც რეგიონი, სადაც თოფურიას მუშაობა განსაკუთრებით უყვარს და სადაც ძალიან წარმატებული არის, გავიხსენოთ ვოლკანოვსკისთანაც თუნდაც ბრძოლა საბოლოო ჯამში ჰოლოვეიტს იქ დაამარცხა ილიამ და მოკლედ, როდესაც ილია თოფურიას ბრძოლებზე ვსაუბრობთ, მისი ოპონენტისთვის თავარი ამოცანა ალბათ უნდა იყოს ის, რომ ამ კედელთან გამოჭერის უფლება, საკუთარი თავის კედელთან გამოჭერის უფლება არ უნდა მისცე თოფურიას. კიდევ ერთი რამ, ანუ ამ ყველაფერში რატო არის დაცვა მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გრძელ კომბინაციებს, როდესაც აწარმოებ, როგორც მებრძოლი, ხო, ანუ რაღაც მომენტებში იხსნები და შეტევისთვის ღია ხდები შენს, ხომ? ამიტომ, როდესაც კარგი დაცვა გაქვს, რეალურად ამის გამო შეგიძლია და გაქვს ის ფუფუნება, რომ ამ გრძელი კომბინაციებით იმუშაო და წარმატებას მიაღწიო. ჩარლზ ოლივეირას შემთხვევაში 59%-ის დაცვა რას გვეუბნება? გვეუბნება იმას, რომ ცალკე აღებული ეს პროცენტი ცუდი არ არის, მაგრამ არა მაშინ, როდესაც შენი მეტოქე არის ილია თოფურია. და მე რომ ჩარლზ ოლივეირას გულშემატკივარი ვიყო, აი ეს ძალიან დამაფიქრებდა. იმიტომ რომ ნახეთ ახლა რა ხდება. უხეშად რო ვთქვათ, დარტყმების ნახევარს ატარებ, ხო? ავიღოთ თუნდაც მაქს ჰოლოვეი, რომელსაც კარიერაში რეკორდული რაოდენობის დარტყმები ჰქონდა მიღებულიც, მაგრამ საპასუხოდაც მიღებული, ხო?
Holloway-საც კი ეს მაჩვენებელი თოფურიასთან ბრძოლამდე ჰქონდა 59%-ზე. და მაინც ვერც ამან ვერ უშველა და ვერც გრანიტის ყბამ რომლითაც Holloway ცნობილი იყო, ხო? Charles Oliveira გრანიტის ყბით ცნობილი მაინც და მაინც არ არის და ეს ზუსტად ითარგმნება იმ მაჩვენებელზე და იმ პუნქტზე, რომელზეც საუბარი ახლა მინდა. ნოკდაუნი 15 წუთში. 1-1 ილიასთვის და 0.46 დუბრონქსისთვის. ანუ უხეშად და მარტივად რო ვთქვათ, ილია თოფურია 15 წუთში ერთხელ მეტოქეს ნოკდაუნში აგდებს. Oliveira ამაში ორჯერ ნაკლებად ეფექტურია. თავად ილია ნოკდაუნში მხოლოდ ერთხელ ჯაი ჰერბერტმა ჩააგდო. რაც შეეხება Oliveira ნოკდაუნში ოფიციალურად 5 ჯერ ყოფილა. ზოგადად არ ვარ დარწმუნებული რამდენად შეესაბამება ეს ოფიციალური მაჩვენებელი რეალურ სიტუაციას, იმიტომ რომ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ Charles Oliveira-ს ნოკდაუნში უფრო ხშირად ვხედავთ, მაგრამ ეს მეორე ხარისხოვანია. მთავარი ის არის, რომ დავაკვირდეთ ვინ გაუშვა ნოკდაუნში Oliveira და როგორ განვითარდა მოვლენების შემდეგ, ხო? ცალკე ავიღოთ Justin Gaethje, Dustin Poirier და Michael Chandler-ი ნოკდაუნში შეიძლება პირდაპირ ეს არ ჩააგდო, მაგრამ ძალიან ახლოს იყო Oliveira-ს დაფინიშებასთან დგომში. რა აქვს ამ სამ ბრძოლას საერთო? კი, დასაწყისში Oliveira-ს გაუჭირდა ეგრე ვთქვათ, მაგრამ საბოლოო ჯამში სამივე ბრძოლაში Oliveira-მ ამ დაპირისპირებაში დაბრუნება, ეგრეთ წოდებული comeback-ი მოახერხა და საბოლოო ჯამში გაიმარჯვა კიდეც. აქ იკვეთება ორი ძალიან მნიშვნელოვანი თავისებურება, რაც Charles Oliveira-ს ახასიათებს. პირველი, პიროვნული ზრდა. ანუ ადრე, როდესაც ბრძოლაში მეტოქესგან წინააღმდეგობას გრძნობდა, Oliveira ხშირად ტყდებოდა. თუმცა მერე რაღაც მომენტში ისწავლა ამ უკეთესად გამკლავება ამ სიტუაციებთან. თითქოს უფრო გამძლე და ბრძოლის უნარიანი გახდა. და მეორე, რაღაც მომენტში Charles Oliveira-მ უბრალოდ გაიაზრა, რომ მისი გრეპლინგის, მის ოპონენტებს, მისი გრეპლინგის იმდენად ეშინოდათ, რომ მაშინაც კი, როდესაც მას ნოკდაუნში აგდებდნენ, მიწაზე რეალურად თან არ ყვებოდნენ. და შანს აძლევდნენ ფეხზე ამდგარიყო და იმათ ვისაც Charles Oliveira-ს ბრძოლები ნანახი გაქვთ, გემახსოვრებათ ესეთი ცოტა ტიპიკური სიტუაცია, რომ Oliveira ნოკდაუნში არის ჩაგდებული, მიწაზე არის და მისი მეტოქე ზემოდან დგას და თითქოს რაც ყოყმანობს, ხო? და ბოლო წამს აზრს ცვლის, ქვემოთ მიწაზე არ ყვება გარდში, იმიტომ რომ Oliveira-ს ეგრეთ წოდებული გარდის ეშინია. და ხელით ანიშნებს, რომ არ მინდა ფეხზე ადექიო რა. აქედან რეალურად დაიბადა პატარა ხუმრობა MMA მოყვარულებში, რომ თუ ყველა შერეული ორთაბრძოლების წესებით იბრძვის, Charles Oliveira კრივის წესებით ჩხუბობს. ანუ, როდესაც ნოკდაუნში ვარდება, ანუ შეუძლია 10-მდე დაითვალოს, ცოტა დაისვენოს და მერე ფეხზე ადგეს და ცოტა გამოფხიზლებულმა ბრძოლა გააგრძელოს. ამის ფონზე არ არის შემთხვევითი, რომ ორი წაგება, რაც Oliveira-ს ბოლო დროს ჰქონდა იმ ორ ადამიანთან, ვისაც მისი გრეპლინგის არ შეეშინდა. ეს იყო Arman Tsarukyan-ი და ეს იყო Islam Makhachev-ი. ჩემი აზრით Arman Tsarukyan-ი იმ ბრძოლაში ცოტა ნამეტანი თავდაჯერებულობით მივიდა და ერთხელ ორჯერ ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომ ლამის ძვირი ფასის გადახდა მოუწია ამ თავდაჯერებულობისთვის, მაგრამ საბოლოო ჯამში გადარჩა და ახლო ბრძოლა მოიგო. Islam Makhachev-ის შემთხვევაში ცოტა სხვა სიტუაცია იყო, სხვანაირად განვითარდა მოვლენები. ისლამმა ბრძოლის პირველივე წუთიდან სადა გრეპლინგი, მაგრამ რეალურ წარმატებას მიაღწია მხოლოდ მაშინ, როდესაც Charles Oliveira-ს ზიანი ჯერ ფეხზე, ანუ დგომში მიაყენა. მერე ნოკდაუნში გაუშვა და აი ამ დაბნეულობით ისარგებლა ელვის სისწრაფით შეკრა სამკუთხედი და ბრძოლა დაასრულა. რატომ მოხდა ეს? რეალურად მაღალი დონის გრეპლერს, როდესაც უპირისპირდები, ეს არის ძალიან კარგი ტაქტიკა, რომ ჯერ დააზიანონ ზიანი მიაყენო დგომში, ან ground and pound-ით თუნდაც და მერე უკვე სადო საბმიშენები. რატომ? Craig Jones აქვს ამაზე ძალიან კარგი გამოთქმა, რა.
თავში დარტყმას როდესაც გაუშვებ, ანუ შენი ბრაზილიური ჯიუჯიტსუს შავი ქამარი ხდება ყავისფერი ქამარი, ყავისფერი ქამარი ხდება იასამნისფერი ქამარი, იასამნისფერი ქამარი ხდება ლურჯი ქამარი და ლურჯი ქამარი ხდება თეთრი ქამარი. ეს არის რეალობა, ხო? ბოლო დროს შემჩნეული გვაქვს, რომ მაღალ დონეზე MMA-ში საბმიშენები ნაკლებად ხშირად ხდება, ვიდრე ამას ადრე ხედავდით, ხო? იმიტომ რომ რატომ მაშინ ჯერ კიდე ადრე, ანუ ჯერ ძალიან ახალგაზრდა იყო ჩვენი სპორტი, ჯიუჯიტსუც ცოტა ახალი ხილი იყო და თითქმის, ანუ თუ იქნებოდა ის სიტუაცია, რომ შენ და შენი ოპონენტი მიწაზე აღმოჩნდებოდით და შენი ოპონენტი კარგი ჯიცერი იყო, ну ბრძოლა ფაქტობრივად მანვე მთავრდებოდა, იმიტომ რომ ხალხმა დაცვა ჯერ კარგად არ იცოდა. ახლა კიდე სხვანაირად არის სიტუაცია. დღეს მაღალი დონის კონტენდერები ვინც არიან, შეიძლება შეტევითი ჯიუჯიტსუს უნარებით მაინც და მაინც არ გამოირჩევიან, მაგრამ დაცვითი ჯიუჯიტსუ საბაზისო დონეზე ყველას აქვს. იმიტომ რომ ძირითადი საბმიშენები რაც არის, მათთან გამკლოვება, ასე თუ ისე ყველამ უკვე ისწავლა. ну, ყველა შემთხვევაში ისწავლა ყველა იმან, ვისაც მაღალ დონეზე ასპარეზობა სურს და ვისაც აქვს რაღაც სატიტულო ამბიციები. ამიტომ ასეთ დროს ყველაზე კარგი ვარიანტი არის ჯერ შენი მეტოქე დააზიანო, შეაბარბაცო რაღაცა, ну ცოტა დაბნეულობა გამოიწვია, ან თუნდაც სკრემბლის ინიციირება გააკეთო ხო, სკრემბლი, როდესაც ეს ცოტა ქაოტურად მოძრაობენ მიწაზე ეგრე ვთქვათ, ხო და იქმნება რაღაც მომენტები, სადაც შეგიძლია ისარგებლო პოზიციით და გამოიჭირო შენი მეტოქე რამეზე. მაგრამ სკრემბლინგი თუ არ შეგიძლია, თუნდაც ეს დგომში ან პარტერში ground and pound-ით შენი მეტოქისთვის ზიანის მიყენება, კარგი გზა არის იმისთვის, რომ ცოტა დააბნიო, ისარგებლო ამ წუთიერი დაბნეულობით და სადო საბმიშენზე გამოიჭირო ეგრე. როგორც რაც ვნახეთ, რომ ისლამ ახალშევს შვენიურად გამოუვიდა. აქ მნიშვნელოვანი რა არის? არის მნიშვნელოვანი ის, რომ ილია თოფური არ არის ის მებრძოლი, რომლისგანაც მაინც და მაინც იმავე ბრძოლას ელოდები, როგორიც ჰქონდა გეიჩისთან, პორიესთან და ჩენდლერთან. და ალბათ უფრო უნდა ელოდო ისეთ ბრძოლას, როგორიც ჰქონდა მახაჩევთან. რატომ? კი ილიას ძალიან კარგი დგომი აქვს და ანუ ამაში არავის ჩამოუვარდება, მაგრამ თოფურიას გრეპლინგი არანაკლებ ლეტალურია, ვიდრე მისი სტრაიკინგი. და მას თავისუფლად შეუძლია ზუსტად იგივე რეცეპტით ისარგებლოს, რომლითაც ისარგებლა მახაჩევმა. ანუ ჯერ ჩარლს ზიანი მიაყენოს დგომში, ფეხზე და მერე უკვე ბრძოლის დაფინიშება, თუნდაც მიწაზე სადოს, იქნება ეს საბმიშენები, ან იქნება ეს ground and pound-ი, ხო? და უბრალოდ ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ დგომში ისლამსა და ილიას შორის უდიდესი განსხვავებაა, ხო? ანუ რამდენიმე საფეხურით მაღლა დგას ილია თოფურია და შესაბამისად ამ ხელსაწყოთი და ამ განზომილებით კიდევ უფრო ეფექტურად შეუძლია ისარგებლოს. და აი აქ უკვე საინტერესო ხდება ჩვენი გრეპლინგის სტატისტიკა, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად. ილია თოფურია 15 წუთში საშუალოდ 2 გდება, ოლივეირა, მსგავსი მაჩვენებელია 2 და 25. გდებების სიზუსტე 61% თოფურიასთვის და 40% ოლივეირასთვის. გდებისგან დაცვა თოფურია 92%. ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ანუ რეალურად ერთადერთი რაც თოფურიას ამ სტატისტიკას უფუჭებს, არის მიჩელთან გაშვებული ერთი ტეიქდაუნი და ისიც 9-დან 1 იყო, რომელიც ბრაის მიჩელს გამოუვიდა. და ოლივეირას შემთხვევაში 56% არის დაცვა გდებებისგან. მაგრამ როგორ შთამბეჭდავადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ილიას 92%, არ მინდა რომ ოლივეირას ერთი შეხედვით დაბალმა პროცენტმა დაგაბნიოთ. რეალურად ჩარლზ ოლივეირას ხშირად სულაც არ აქვს პრობლემა იმაზე, რომ შენ მის პარტერში ჩაყვანას ცდილობ, ხო? პირიქით უხარია კიდეც. რატომ? ოლივეირა ძალიან კარგი გრეპლერია, კარგი გარდი აქვს და თავს კომფორტულად გრძნობს მიწაზე და ხშირად, როდესაც ვიღაცა მის წინააღმდეგ გდებას ცდილობს, ოლივეირას მთავარი პრიორიტეტი ფეხზე დარჩენა და გდების შეჩერება კი არ არის, არამედ ან გილიოტინის შეკვრა ცდილობს, ან რამენაირად ცდილობს დაიკავოს მისთვის სასარგებლო პოზიცია რა. ამიტომაც 56%
არის პრობლემური მაშინ, როდესაც არ გინდა გდებები, ხო? და როდესაც 56% არის დაცვა მაშინ, როდესაც გდებების წინააღმდეგ არაფერი არ გაქვს, ну ცოტა სხვანაირად უნდა შეხედოთ მაგას, ხო? ესე იგი და აქ გადავდივართ საბმიშენებზე, თოფურიას ანგარიშზე 15 წუთში საშუალოდ ერთი საბმიშენის მცდელობა, ოლივერას შემთხვევაში 3, რაც ну ძალიან მაღალია და აქედან გამომდინარეობს უკვე ის რაც ვიცით, რომ ოლივერა საბმიშენების ნამდვილი ოსტატია და მაგიტომაც აქვს მოპოვებული ეს 21 საბმიშენი, ხო? მაგრამ ისევ და ისევ არანაკლებ კარგი გრეპლერი არის ილია თოფურია და კარიერის დასაწყისში წარმატებას აღწევდა თითქმის ექსკლუზიურად ამ საბმიშენების ხარჯზე. და ზოგადად ილია ამ სპორტში მოვიდა როგორც გრეპლერი და სტრაიკინგი მერე განავითარა იმ დონეზე, რა დონეზეც აქვს ახლა და ზოგადად ამაში და ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, მე ვთვლი, რომ ამაში ჩვენ როგორც ქართულ გულშემატკივრებს და ზოგადად როგორც MMA მოყვარულებს ძალიან გაგვიმართლა, რომ ილიამ ორთაბრძოლებში მოგზაურობა, ეგრეთ წოდებული დაიწყო გრეპლინგით და ჯერ ეს ბაზა განავითარა და სტრაიკინგი შემდეგ აღმოაჩინა, ეგრეთ ვთქვათ, უფრო მოგვიანებით, ხომ? იმიტომ რომ მგონია, რომ იშვიათად ნიჭიერი არის სტრაიკინგში, იმიტომ რომ გვინახავს არაერთი გრეპლერი ამ სპორტის ისტორიაში, რომელმაც კარიერის ბოლომდე ფუნქციური, კარგ სტრაიკინგზეც არ მაქვს ოპერი, ფუნქციური სტრაიკინგიც კი ვერ განავითარა. იმიტომ რომ ამაცაც სჭირდება ნიჭი და ამისთვისაც უნდა კონდეს გარკვეული მიდრეკილება. და მართლა გულწრფელად მგონია, რომ ილია თოფურიას სტრაიკინგის მიმართ სერიოზული მიდრეკილება აქვს, ძალიან ნიჭიერი არის ამ დისციპლინაში და უბრალოდ, ეს განვითარებული ადრეულ ასაკში განვითარებული გრეპლინგი შვენიერ ბაზას და რაღაც მეორე რაღაც დისციპლინას და გეგმა ბოს უტოვებს ფაქტობრივად, ხო? მაგრამ რეალური ნიჭი, ტალანტი თოფურიასი ჩემი აზრით მდგომარეობს ამ სტრაიკინგში. მაგიტომაც ვამბობთ, რომ როდესაც ილია თოფურია UFC-ში საკუთარ კარიერას ჯერ მხოლოდ იწყებდა, მის მეტოქეებს ის მიდგომა და ნარატივი ჰქონდათ, რომ ღმერთმა დაგვიფაროს, ოღონდ ამ ადამიანთან მიწაზე არ აღმოჩნდეთ. და მთავარია ბრძოლა ფეხზე წავიდეს და ახლა შეიცვალა ეს სიტუაცია და სულ ის გვესმის, რომ ამ ტიპთან დიდი დრო დგომში არ უნდა გაატარო, ხო? რაც ცოტა რთულია. ხო, სანამ სხვა თემებზე გადავალთ, კიდევ ერთი რამ მინდა დავამატო გდებებზე, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს. ზოგადად ხშირად, როდესაც უპირისპირდები ოპონენტს, რომელსაც შენზე დგომში და დგომში კი არა და სიმაღლეში და წვდომში უპირატესობა აქვს, მისი პარტერში ჩაყვანა შეიძლება ცოტა გაგიჭირდეს, იმიტომ რომ გრძელი კიდურები აქვს, შეიძლება კარგი ბალანსის გრძნობა აქვს და გაგიჭირდება რაღაც მომენტებში. ასეთ დროს ძალიან სასარგებლოა, როდესაც არსენალში გაქვს ეგრეთ წოდებული სუპლექსის გდება, რომელიც ილია თოფურიას აქვს, ნამდვილად აქვს და ნანახიც გვაქვს, თუნდაც მის სადებიუტო ბრძოლაში იოსებ ზალალთან. ამიტომ სულაც არ გამიკვირდება და არც თქვენ არ უნდა გაგვიკვირდეთ, თუ თოფურიას Airways-ებით ფრენის შესაძლებლობა ამჯერად ჩარლზ ოლივეირამაც მიიღო. მაგრამ არ მინდა რომ შესაბამისში შეგვიყვანოს ოლივეირას გდებების სიზუსტის შედარებით დაბალმა მაჩვენებელმა, ხო, როგორც ნახეთ, იყო 40%. საქმე იმაშია, რომ რეალურად ოლივეირას საბმიშენისთვის და ზოგადად ხელსაყრელი სიტუაციის და ვითარების შექმნისთვის არ სჭირდება შენი მაინც და მაინც გდება double leg, single leg და ასე შემდეგ, რომელიც ასევე კარგი აქვს და ეს მაიკლ ჩენდლერთან ბოლო ბრძოლაში განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა. ოლივეირა არის ძალიან კრეატიული გრეპლერი, არ არის რაღაც კონკრეტულად არ იზღუდება რაღაც აი ამ ისევ და ისევ მოჭიდავეს მიდგომებით და დგომშიც შეუძლია ბევრი რაღაცის გაკეთება კლინჩიდან და ზურგის აღება ფეხზეც შეუძლია. ამაში რას გულისხმობ? თუ გაიხსენებთ დასტინ პორიესთან ბრძოლის დასასრული, აი სწორედ ეს მოხდა, რომ დასტინს ფაქტობრივად ხო ზურგი აუგო დგომში, შეახტა ზურგზე და standing rear naked choke-ით ბრძოლა დაასრულა. ეს არის ძალიან საინტერესო და ზუსტად მაგიტომ ამბობთ, რომ სტატისტიკა კი სასარგებლო არის, ყოველთვის რიცხვები, მაგრამ მაშინ, როდესაც მას კონკრეტულ კონტექსტებში განიხილავ. თორე ისე ზოგადად
მშრალი ციფრებით სარგებლობა თლათ სასარგებლო შეიძლება არ აღმოჩნდეს. ამიტომ ციფრებზე საუბარს მოვჩეთ და გადავიდეთ იმ პარამეტრების მიმოხილვებზე, რომელიც AES ფურცელზე არსად წერია, მაგრამ ამ ბრძოლაში მაინც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და პირველი ცხადია, ამაზე ყველა ისაუბრებს და არც მე ვიქნები გამონაკლისი, არის გაბარიტები, ფიზიკურობა. უკვე აღნიშნე, ილია თოფურიასთვის ეს პირველი ბრძოლა შეიძლება არ იყოს მსუბუქ წონაში, მაგრამ პირველი ბრძოლა არის მას შემდეგ, რაც სერიოზულად ამ წონაში ასპარეზობა გადაწყვიტა, ხო? всё, შეცვალა წონა, მსუბუქ წონაში აღარ დაბრუნდება და ახლა ამ დივიზიონის დაპყრობაზე იქნება ორიენტირებული. პირველად როდესაც ჯაი ჰერბერტს დაუპირისპირდა ამ წონაში, ეს ბრძოლა იყო ეგრეთ წოდებულ short notice-ზე, მოკლე ვადაში დათანხმდა ამ ბრძოლაზე და სერიოზულად ამ დივიზიონში ასპარეზობას ეგრე არ განიხილავდა, ხო? ჩარლზ ოლივეირას შემთხვევაში ცოტა სხვა სიტუაცია. ჩარლზ ოლივეირა ამ წონაში დიდი ხანი ასპარეზობს, მისი სხეული უკვე მიჩვეულია ამ წონას და ამ წონაში არაერთ ფიზიკურ მებრძოლს საკმაოდ კარგი კონკურენციაც გაუწია, ხო, როგორებიც იყვნენ ისლამ ახაჩევი და არმან ცარუკიანი. ამიტომ მეც და ალბათ თქვენს გვაინტერესებს თუ რა სურათ შევნახავთ 29 ივნისს, როდესაც ამ ორ მებრძოლს, ილია თოფურიას და ჩარლზ ოლივეირას უშუალოდ გალიაში ვნახავთ. მაგრამ არის აქ კიდევ ერთი რამ. წვდომსა და იმაში სიმაღლეზე უკვე ვილაპარაკე, ხო, და ამას არ გავიმეორებ რატომ? იმიტომ რომ რეალურად თოფურიასთვის ამაში ახალი არაფერი არ არის. მსუბუქ წონაშიც ხშირად მის ოპონენტებს ამ თვალსაზრისით მათთან უპირატესობები ჰქონდა, მაგრამ ამასთან გამკლავება აქამდე ჯერ არ გაჭირვებია, ხო? მნიშვნელოვანი არის სიჩქარე. და ეს უნდა გავითვალისწინოთ, რომ კი შეიძლება ჩარლზს ჰქონდეს უპირატესობა ფიზიკურობაში და კიდურების სიგრძეში და ასე შემდეგ, მაგრამ ილია თოფურია იქნება გაცილებით უფრო სწრაფი ვიდრე ჩარლზ ოლივეირა. ზოგადადაც ილიას ძალიან სწრაფი ხელები აქვს, მაგრამ თან ტიპიურად, როდესაც მებრძოლი ქვედა წონიდან ზედა წონაში ამოდის, სიჩქარეში უპირატესობა აქვს. და სიჩქარე, როგორც ვიცით, ბრძოლაში კლავს. ესეც გასათვალისწინებელია. საინტერესოა ასევე ძალის ასპექტიც. ილია თოფურიას ძალაში ეჭვი დიდი ხანი უკვე აღარავის არ გვეპარება, მაგრამ ძალაზე უფრო მნიშვნელოვანი არის, ამაზე უკვე ძველ ვიდეოებშიც მილაპარაკია, მაგრამ კიდევ ერთხელ გამომეორებ, ძალაზე უფრო მნიშვნელოვანი არის თოფურიას ტაიმინგი, ეგრეთ წოდებული, შეტევებისთვის შერჩეული სწორი დრო, შეტევების სიზუსტე და ის ტექნიკა, რითაც ამ შეტევებს ახორციელებს. ილია ძალიან ტექნიკური მებრძოლია, რომელმაც ძალიან კარგად რომელსაც აქვს შემუშავებული საკუთარი სტილი და ამ სტილს სრულყოფილად ფლობს. ამ სტილში იმდანად კომფორტულად გრძნობს თავს, თუნდაც აი ამ გრძელ კომბინაციებში. ძალიან კარგად აქვს გავლილი ყველა სცენარი, რომელიც ამა თუ იმ სიტუაციაში შეიძლება შეიქმნას. და ამიტომაც ვხედავთ მის თავდაჯერებულობას დგომში, ხო? და იმიტომ შეუძლია იცის ამ სიტუაციაში უკვე ასე თუ ისე ყოფილა, ეს სიტუაციები მისთვის შეიქმნა აქამდეც და პრობლემა ხო არის ზუსტად იმაში, რომ უმეტესწილად ბრძოლა მიმდინარეობს მის პირობებზე. ამ მიმართებაში ჩარლზ ოლივეირაზეც ერთი-ორი სიტყვა უნდა ვთქვათ. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ მსუბუქი წონა ზოგადად ეგრეთ წოდებული power punch-ერებით გამოირჩევა და რომ შევადაროთ მსუბუქი წონა და მსუბუქი წონის თუნდაც top 5 დამეთანხმებით ხო, რომ იქ გაცილებით უფრო ისეთი ძლიერი დარტყმით ცნობილი მებრძოლები არიან, ხო, როგორც არის გეიჩი, პორიე და ასე შემდეგ. ამ თვალსაზრისით, თუმცა არც ჩარლზ ოლივეირა ვინმეს ჩამოუვარდება, თუ არ ვწდები ჯასტინ გეიჩი იყო, ვინც თქვა, რომ ყველა მისი მეტოქისგან რეალურად ყველაზე ძლიერი დარტყმა ზუსტად ჩარლზ ოლივეირას ჰქონდა. ამიტომ, დავაფასოთ ჩარლზის სტრაიკინგი, სახიფათო ოპონენტია და სხვათა შორის, რო გავიხსენოთ, ძლიერი დარტყმა ვის ჰქონდა თოფურიას ძველი ოპონენტებიდან, ხო? ეგრევე გვახსენდება ჯოშ ემეტი და გვახსენდება როგორ გაუმკლავდა, მშვენივრად გაუმკლავდა ჯოშ ემეტს თოფურია, მაგრამ არ უნდა გამოგჩეს ასევე, რომ ჯოშ ემეტი არის ძალიან ერთგანზომილებიანი მებრძოლი. და როდესაც მას ებრძვი, ძირითადად მხოლოდ აი ამ ერთ ძლიერ დარტყმაზე ფიქრობ და ამაზე ხარ კონცენტრირებული. როდესაც ჩარლზ ოლივეირას შემთხვევაში კი ძლიერი დარტყმა აქვს, მაგრამ ამის იქითაც არაერთ საკმაოდ სახიფათო იარაღსაც ფლობს. როგორიც არის მაგალითად ქიქები და მუხლები.
მუხლებზე უკვე ვისაუბრეთ, თუნდაც დვალიშვილის და ომალის ბრძოლის მიმოხილვაში ვთქვი ხო, რომ როდესაც შენსა და შენს ოპონენტს შორის სიმაღლეში სხვაობა არსებობს, მუხლები ძალიან კარგი იარაღია. ჩარლზ ოლივეირას არსენალში ეს იარაღი ნამდვილად არსებობს, გვინახავს, საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ ამის გარდა ოლივეირას აქვს კარგი ქიქები. ტიპ ქიკი ისევ და ისევ, რასაც ვეძახი პირდაპირ დარტყმას ოპონენტის სხეულში, აი მუცლის არეში. და კიდევ ლოუ ქიკები აქვს წვივში დარტყმები ფეხით, ჩარლზ ოლივეირას საკმაოდ ეფექტური, ამას კარგად იყენებს, ეფექტურად იყენებს და მე პირადად მაინტერესებს როგორ გამოუკლავდება ამ გამოწვევას ილია თოფურია, რატომ? იმიტომ რომ ადრე ვნახეთ სხვა ბრძოლებში ამაზე თითქოს აკრიტიკებდნენ ილიას, რომ ბევრ დარტყმას უტარებდა, უშვებდა ფეხში, მაგრამ ბოლო დროის განმავლობაში ჩემი აზრით ამ თვალსაზრისითაც კარგი განვითარება ჩანს ილია თოფურიას სტილში, უკეთესად უმკლავდება ამ კონკრეტულ იარაღს, როდესაც მისი მეტოქები მის წინააღმდეგ მას იყენებენ. აი, თუნდაც ჰოლოვეის ბრძოლაში ძალიან მომეწონა, ფეხზე ძალიან ისე მსუბუქი დგომი აქვს რა და უცებ შეუძლია რაღაც უკან ნახტომით, ერთ ნახტომით გადაახტეს, ეგრე ვთქვათ და ეს დისტანცია ძალიან კარგად დაფაროს. სანამ ვართ ქიქების თემაზე, ცხადია დიდი ესეთი ნარატივის დიდი ნაწილი არის ჯაი ჰერბერტთან გაშვებული ქიკი ფეხით დარტყმა თავში, რომელიც თოფურიამ გაატარა და რის გამოც აღმოჩნდა მაშინ ნოკდაუნში, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ეს ბრძოლა იყო 2022 წელს. დიდი ხანი არის გასული მას შემდეგ. ილია თოფურია სულ სხვა მებრძოლია, ბევრად უფრო განვითარებულია. მაშინაც გაცილებით უკეთესი მებრძოლი იყო და მაგაზეც აქვს ნალაპარაკები სხვათა შორის და ნათქვამიც აქვს, რომ ეგ ქიკიო, როცა შემომიფრინდა, ძალიან საკუთარ თავზე გავბრაზდი რა, იმიტომ რომ ვიცოდი, რომ ამაზე უკეთესი მებრძოლი ვარ რა, უნდა შემეძლოს ასეთი რაღაცების დანახვა და ანუ ის სიტუაცია არ უნდა შექმნილიყო რა და ძალიან ისეთი იმედგაცრუებული იყო მაშინ ნოკდაუნში რომ აღმოჩნდა საერთოდ, მაგრამ როდესაც ყველა ამაზე საუბრობს და ყველა ანალიტიკოსი გამიგია რომ ეს მაგალითად მოყავთ იმის რომ თოფურიას მსუბუქ წონაში შეუძლია გაუჭირდეს რომ აი ჯაი ჰერბერტმაც კი ჩააგდო ნოკდაუნში. მე სიმართლე გითხრათ, ანუ მე ამ ნოკდაუნში და იმ ბრძოლაში უფრო მეტ დადებიც ვხედა, ვიდრე უარყოფით. ის თუ როგორ გაუმკლავდა ილია იმ გამოწვევას და როგორ მოახერხა უცებ აზრზე მოსვლა, ბრძოლის ტემპის შენელება და ჰერბერტისთვის ფინიშის შესაძლებლობა არ მისცა და მე ბრძოლა როგორ მოატრიალა ყველას გვახსოვს, ხო, ჩაკეცა ის ადამიანი უბედური. ეს გაცილებით უფრო მეტზე მეტ ყველებს ჩემთვის, ვიდრე ის რომ ერთი ქიკი გაუშვა. ისევ და ისევ გაცილებით უკეთესი მებრძოლი არის ილია თოფურია დღეს. მესმის რატომაც შეიძლება ჩარლზ ოლივეირას გუნდმა იმ ბრძოლას შეხედოს და იფიქრონ, რომ შეიძლება ჩვენთვისაც აქ იქნება რაღაც ხელსაყრელი შესაძლებლობები და ამით შეიძლება ვისარგებლოთ, ასე ვთქვათ, მაგრამ არც ილია არ იქნება ამისთვის მოუმზადებელი. მე ეგრე ვთვლი, რავი. როდესაც საქმე გეგმებს ეხება, მგონი არაერთხელ უკვე დავწმუნდით იმაში, რომ თოფურიას ძალიან კარგი გუნდი ყავს ამ თვალსაზრისით, თავად ილიაც ძალიან კარგია, მაგრამ ნუ მისი გუნდიც ნებისმიერი სიტუაციისთვის ძალიან კარგად ამზადებს მას. და ბოლოს ერთი-ორი სიტყვაც ვთქვათ იმ მოლოდინებზე, რაც ამ ბრძოლაზე ანალიტიკოსებს, ბუკმეკერებს და ზოგადად გულშემატკივრებსაც აქვთ, ხო? ილია თოფურია ჩარლზ ოლივეირასთან დღეს არის 4-1-ზე ფავორიტი. და ზოგი ამაში ხედავს ჩარლზ ოლივეირას მიმართ უპატივცემულობას. მაგრამ თან მესმის რატომაც არის ასეთი დიდი სხვაობა. ჩარლზ ოლივეირა ძალიან კარგი მებრძოლია, ძალიან სახიფათო მებრძოლია, მაგრამ სტილისტურად უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ილია თოფურია მისთვის ცუდი ოპონენტია. ყველაზე ისეთი მოსალოდნელი სცენარი ხო, რაზეც როგორც ანალიტიკოსები, ასევე MMA მოყვარულები საუბრობენ, არის ის, რომ ილია თოფურია ისარგებლებს ამ უპირატესობით დგომში, ძალით და ტექნიკურობით დააგდებს, ან ნოკდაუნში ჩააგდებს ოლივეირას ამ პირდაპირ დაანოკაუტებს და ნუ ბრძოლა მათ მორჩება. ჩარლზ ოლივეირა ცალსახად ძალიან სახიფათო მებრძოლია, მაგრამ პრობლემა არის იმაში, რომ
ჯერეთი ილია თოფურიასთან 25 წუთის განმავლობაში მუშაობა ძალიან რთულია ისე რომ არ განვითარდეს ის სცენარი რომელზეც ვისაუბრეთ და მეორე არის ის რომ ის ძლიერი მხარეები რაც ჩარლზ ოლივერას ახასიათებს ამავდროულად არის ის რაც მისი მთავარი სისუსტეც შეიძლება აღმოჩნდეს თოფურიასთან დაპირისპირებაში რას გულისხმობ ამაში ჩარლზ ოლივერა არის ძალიან სახიფათო მეტოქე რომლის სტილის ყველა მხარე და აბსოლუტურად ყველაფერი რასაც ის ბრძოლაში აკეთებს არის მიმართული შეტევაზე ანუ შეტევაზე ორიენტირებული მებრძოლია ყველაფერი რასაც აკეთებს ყველა ილეთი რომელსაც ცდილობს მეტოქის დაზიანებაზე არის ორიენტირებული ძალიან ცოტა რამ ჩარლზ ოლივერას სტილში არის მიმართული დაცვაზე ილია თოფურია საკუთარი კარგი დაცვითაც გამოირჩევა და ანუ მეტოქის აგრესიულობით ძალიან კარგად სარგებლობს და ეს არის ის რეალობა რასაც გამკლავება ოლივერას მოუწევს იმიტომ რომ ბრძოლაში როგორც ზოგადად ცხოვრებაში ხო ანუ არ არსებობს პრობლემის გადაჭრა არსებობს მხოლოდ კომპრომისი ანუ როდესაც შენ ცდილობ რაღაცას გაუმკლავდე რეალურად ანუ ერთი კარი როდესაც იკეტება მეორე იხსნება რა ანუ აი ბრძოლებს სულ ეგრე შეგიძლიათ უყუროთ რა და იმ დროს როდესაც ოლივერა ცდილობს რაღაც შეტევისთვის ხელსაყრელი სიტუაცია შექმნას თავად იხსნება და ასეთ დროს ძალიან კარგად და ეფექტურად ამით სარგებლობა შეუძლია ილია თოფურიას და ზუსტად ეს ყველაფერი განაპირობებს იმ კოეფიციენტებს და იმ მოლოდინებს რაც ამ ბრძოლის მიმართ აქვთ ხო ილიას ძლიერი მხარე კიდე არის ის რომ როგორც უკვე ვახსენე ბრძოლა მიმდინარეობს მეტესტილად მისი წესებით. მთავარი ამოცანა ჩარლზ ოლივერასთვის ამ ბრძოლაში სწორედ ეს იქნება რა, რომ 25 წუთი არ უნდა მისცე საშუალება ილია თოფურიას იმუშაოს ისე როგორც უნდა, იმიტომ რომ 25 წუთი შეუძლია ეგრე იმუშაოს, ეგ ჯერ შემეთთან უკვე ვნახეთ. უმეტესწილად 25 წუთიც არ სჭირდება და სულ რავი 7-8 წუთი მგონი საშუალო დრო ბრძოლის თოფურიას 10 წუთი არის. ეგეც საკმარისია იმისთვის, რომ გააკეთოს ყველაფერი რაც სურს. შენთვის მთავარი ამოცანა არის პირველი არ აღმოჩნდე ამ კედალთან, იმიტომ რომ ყველა პრობლემა მანდ იწყება შენთვის და მეორე რამენაირად უნდა შეაჩერო ეს ინერცია და არ მისცე თოფურიას შანსი ბრძოლა ისე წაიყვანოს როგორც თავად სურს. ისე და ისევ ძალიან მარტივი არის ნათქვამი, ძალიან რთული არის შესასრულებელი და ეგ ვნახეთ, მაგიტომაც არის ილია თოფურია დაუმარცხებელი. ამაში შემთხვევითი არაფერი არ არის. ანუ ადამიანი გახდა ჩემპიონი და ეხლა უკვე მეორე ტიტულზე იბრძვის და თუ მეორე ტიტულიც მოიპოვა რეალურად MMA-ის ისტორიაში, გახდება პირველი ორმაგი ჩემპიონი, რომელიც თან დაუმარცხებელია, რაც თავისთავად უნიკალურია. ამიტომაც ვამბობ ხო, რომ ამაში ისევ და ისევ შემთხვევითი არაფერი არ არის და სერიოზული გამოწვევა, სერიოზული რებუსის და ამოცანის ამოხსნა მოუწევს ჩარლზ ოლივერას. რამდენად მოახერხებს ამას, ეს სხვა საკითხია, ხო? როდესაც ვფიქრობთ იმაზე, როგორ უნდა დავამარცხოთ ილია თოფურია, ცოტა რთული სათქმელია, ხო? ყველაზე კარგი გზა იქნებოდა რისკების მინიმუმამდე დაყვანა. როგორც იქნება ილიას მაგალითად პარტერში შეკავება რამენაირად ბრძოლის დასაწყისში მაინც და არადომინანტურ პოზიციისთვის, მისთვის არახელსაყრელ პოზიციაში რა. ground and pound, მან ზემოდან კონტროლი, ასე შემდეგ. ეს ჩემი დილეტანტური გადმოსახედიდან. რასაც დაბა ჩარლზ ოლივერა და მისი გუნდი, სხვა საკითხი, ამას ცოტა ხანში ვიხილავთ, ხო, მაგრამ რაც არ უნდა იყოს სერიოზულ ევერესტზე ასვლას ვითხოვთ ჩარლზ ოლივერასგან. არ დაგოეწყდეს ასევე რომ ასაკში დიდი სხვაობა გვაქვს. დიდი სხვაობა არის იმას შორის თუ სად არიან დღეს კარიერებში, მაგრამ რეალურად ეს არის ის, რაც ამ დაპირისპირებას და ზოგადად ჩვენს სპორტს საინტერესოს ხდის, ხო? პრინციპში ალბათ სულ ეს იყო რისი თქმაც ამ ბრძოლაზე და ამ სტატისტიკებზე და ამ ორი მებრძოლის უნიკალურ დაპირისპირებაზე დღეს მინდოდა. როგორც ყოველთვის შეგახსენებთ, რომ არ ვთვლი, რომ ეს არის რაღაც უნაკლო შეუდარებელი ანალიზი, ან ერთადერთი სწორი ანალიზი, არა, უბრალოდ ეს არის ის პერსპექტივა, რომლითაც მე ამ ბრძოლას ვუყურებ და როგორ ამ ბრძოლას მე ვხედავ და ერთადერთი ვიმედოვნებ იმას, რომ
ეს მოსაზრებებით და ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო, სასარგებლო აღმოჩნდება. ვემზადებით სრული ძალებით და ტემპით UFC 317-ისთვის 29 ივნისისთვის, ბრძოლების საერთაშორისო კვირაულისთვის, გველის წინ არაერთი საინტერესო რამ, პრესკონფერენციები, ინტერვიუები, ვლოგები, ამ ყველაფრის ძირითად და ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს ჩემს გვერდებზე აუცილებლად გავაშუქებ, She Loves the Gloves Facebook-ზე და Instagram-ზეც, ვისაც მოწონებული ან გამოწერილი არ გაქვთ. გირჩევთ რომ ეს გააკეთოთ, ჩემი აზრით არ ინანებთ, მაგრამ დღევანდელ უშუალოდ ამ ვიდეოს რაც შეეხება, სულ ეს იყო რის თქმაც მინდა და თქვენთვის. მადლობას გიხდით რომ იყავით ჩემთან და